მოგესალმებით, თქვენ უყურებთ Geo TV-ის YouTube არხს და უყურებთ მორიგ ეპიზოდს. ქართული ფეხბურთის შესახებ, თუმცა ეს არ არის ჩვეულებრივი ეპიზოდი, ეს არის განსაკუთრებული ეპიზოდი პარიზიდან ჩვენს უკან Parc des Princes, სადაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩი ხვიჩა კვარაცხელიას PSG-ზე გიორგი მამარდაშვილის ლივერპულის წინააღმდეგ ჩვენ აქ ვართ. ჰაინეკენთან ერთად, რომელიც Geo TV-ზე არის ევროტურების ვლოგების წარმოდგენი, მანამ სანამ დაიწყებთ ამ ვიდეოს ყურებას, გთხოვთ გამოიწეროთ Geo TV-ის YouTube არხი, მოიწონოთ ეს ვიდეო და ჩაუჯექი ქართველების დაპირისპირება კვარა versus მამარდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. წავედით. ჩამოვიდით პარიზში და ახლა მივდივართ Parc des Princes-ზე. რაც უნდა ავიღოთ ჩვენი საშუალებელი მატჩის, ესე რომ ვთქვათ. მატჩის წინა დღეა, დღეს 7 აპრილია და გაჩვენოთ ყოფას სიტუაცია დახვდება იქ. ამით ძალიან კარგია. პირდაპირ რო ჩამოვიდით, პირდაპირ სტადიონზე მივდივართ და სამისად გარეთ არ მოგვიწია ჯერ ყოფნა და რომ სტადიონზე ვნახავთ რა სიტუაცია დახვდება. ნახეთ მეგობრებო, სად მოვხვდით. ეს არის ადგილი საიდანაც ყველა თამაშის წინ ფეხბურთელები გადიან სტადიონზე. შეიძლება ჩვენ გუქში ვისაც ნახევთ, ნახი გქონდეს აქ არის PSG-ს გასახდელი. ესეც მე. სტადიონზე. როგორც იცით, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტია წლევანდელი ფინალი. და ხო შეიძლება თუ არა ტიტულის დაცვას PSG. თუმცა ეს ყოველთვის რთულია, თუ მადრიდის რეალი არ ხარ. ესეც სტადიონი, რომელიც არის იდეალურ მდგომარეობაში. აი სტადიონის სუნი იგრძნობა, ისეთი კაი ბალახია. არ ვყოფილო რა 2000 კი არა, წინა წელს ვიყავი, მაგრამ მაისის შემდეგ არ ვყოფილო, ბოლოს აქ ვიყავი. PSG Arsenal-ის თამაში მოიგო PSG 2-1 და გავიდა ხუჩა ფინალში და აქ ეხლა როგორი სიწყნარიც არის, ხვალ იქნება აი 100 მაგათ დიდი ხმაური და ის საოცარი ატმოსფერო იქნება, რასაც თქვენ ჩვენ ვიდეოში ნახავთ, რა თქმა უნდა. ნოტრ-დამის ტაძართან ვართ ტრედი. ნოტრ-დამის ტაძართან ვართ, ანუ აი სიცოცხლე ჩქეებს პარიზში რა, ანუ აი ხალხი ედნიერია, ამაგარია. ამინდია საოცრება, ყველგან რიგებია კაფეებში, რესტორნებში. ხოდა საცხე ცენტრში ვიყავდი, იქ ძალიან ბევრი ხალხია და დღეს რამბები იქნება საღამოს სტადიონზე. ძალიან ადრე უნდა წავიდე, რომ არ დავაგვიანო. ძალიან დიდი საცხოვრები იქნება გოლი. ქართველები უცებს ანამე დიმანები და შემეგოვარს. ოდები ქართველებმა ძმა 2 ლარი ხო არ გაქონდა. 2 ლარიც მაგ და სიყვარულიც მაგ და ყველაფერი მაგ და. სავარაუდოდ ახლა იმ თამაშზე ხარ ჩამოსული აზეც ყველა და. და მე რა ვიზგულ შემატკივროთ. ყვარას. ყვარამ გაუტანოს და ვიღაცებს გამოვუწოს სამაბარდა, მაგრამ მინდა ჩვენ. მაგრამ მაინც მე უფრო ყვარა. ზოგადად გიმას როგორ შეაფასეთ აი გარემოს დღეს რაც მაგარი ამითი გავდივართ და მუზეუმში დავდივართ რა. ხო რა? კი, ქალაქი მუზეუმია და ფასაციერი არის უკიდეგარი. და ფეხბურთის ატმოსფერო რო გადავინაცვლებთ, მე ალბათ უფრო გამოსწორდება რა. შენ ბიჭო, მართლა და მართლა. ვერ გიპოვე ძმა, სადა ხარ? მოდი ხეჭრა ვქრათ. ჭამოთ და ცოტა გავისაუბროთ თამაშთან დაკავშირებით, კაი? მაგრამ სამარდოსებით ცოტა ანუ ძალიან მიწის, ანუ კალორიული დეფიციტი ხშია, ძალიან ხშია. ამით მოკლედ მეგობრებოთა, საკმაოდ გემრიელად არა? კი, ძალიან გემრიელი იყო. მართალია იტალიურად ჭამეთ საფრანგეთში, მაგრამ გემრიელი იყო. ეს ნაპოლეონის დააყოლებს, რომელიც არის ჩვენი გენერალური მხარდამჭერი და ქართველების საყვარელი წყალი. ჭამას უხდება თან ხო და? ჭამას უხდება.
ბიჭო, მაგარი გასაჭირში ვარ დღეს რა, ქართველი. დღეს არის ძალიან განსაკუთრებული დღე რა. აუ, ამინდია ისეთი მეგობრებო, აი ცხოვრებას რომ მოგანდողებს რა, რასით. ძალიან კაი ამინდია. ძალიან კარგი თამაში ველოდები. და ისეთი თამაშია რომ ალბათ ყველა ქართველმა უნდა მივიღოს სიამოვნება რა, მართლა რთულია. მამარდა იქეთ, აქეთ ყვარა. ესე ძალიან რთულია მხარეების არჩევა, მაგრამ იმით შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ყავს ორი ქართველი ფეხბურთელი. გუშინ კიდე სპორტინგი იყო, ქოჩორა, ახლა მართალია არ მიეცა სათამაშოდ, თუმცა მონაწილე იყო მაინც ამ თამაშის და გამოდის, რომ ეროვნული ნაკრების სამი ფეხბურთელი არის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. აი, ქართველებსო თავი დავანებოთ მართლა დასფიქროთ თამაში. ქართველებსო თავი დავანებოთ, PSG მგონია, ფავორიტი. მათი პერფორმანსიდან გამომდინარე, ლივერპულის ბოლო თამაშებს რაც უყურებდა, რაღაც კრიზისი რაც აქვს იქიდან გამომდინარე, თუმცა იცი შენც და ყველამაც რომ ისეთი ტურნირია და თან ისეთი გუნდია, რომ ესე წინასწარ პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია რა. სუბიექტურად PSG მგონია ფავორიტი, სადღაც 60-40%, თუმცა ისეთი ინდივიდუალისტები ყავს და ისეთი გუნდია და პლუს მეორე თამაში Enfield-ია, არ მგონია რომ დღესვე აქ გაირკვეს ყველაფერი. ნებისმიერ შემთხვევაში დაძაბული თამაში იქნება ძალიან და არ მგონია რომ ესე ძალიან მარტივად იქნება PSG-ს საქმე რა. თამაშამდე 2 საათნახევრით ადრე მოვიდით სტადიონზე. გადაკეტილია გზები. შევძლებთ ცოტა ფანებში და ნახოთ რა სიტუაცია დაგვხდება იქ. ძალიან მალე იწყება ძალიან დიდი მატჩი. ყვარა versus მამარდა PSG versus Liverpool. Let's go. Pour moi, ce serait une victoire du Paris Saint-Germain, je pense avec au moins 2 buts d'écart. Je vois bien Dembélé décisif. Ouais, un joueur super important, même dans l'apport défensif. On voit qu'il fait beaucoup de retours, c'est super important dans le jeu. Et on voit en Ligue des Champions l'impact qu'il a dans les matchs. Donc aujourd'hui aussi, je vois bien pourquoi pas marquer. Oui, bien sûr, ils peuvent le faire. Après, voilà, déjà aujourd'hui, ça va être un gros match contre Liverpool. Il y aura le retour à Anfield. Et après, si jamais on passe, hier, on a vu le gros match du Bayern. Donc la demi-finale aussi, si jamais on passe, ce sera compliqué. Une large victoire du PSG, 3-0, avec 2 buts de Guevara. Parce que j'adore le joueur, j'adore tout ce qu'il représente, ce qu'il incarne, sa simplicité et sa puissance, son envie. Et tout ça réuni, c'est vraiment le joueur qui me représente et que j'adore. Change rien, t'es le meilleur, reste simple et allez PSG. Allez PSG. ყველაზე მაგარი სანახავია, აი ამასაკის ბავშვებს უაცვიათ ყვარას ფორმა. იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, ხუჭადობა, ვინც თუნდაც ნეაპოლში ძალიან ბევრი ადამიანისთვის იყო мотиваცია რომ სტადიონზე იარათ, ბავშვებს ძირითადად ხუჭას მაისურები ეცვათ და პარიზშიც იგივე გრძელდება ხუჭარი ფეხბურთელი, რომელიც სანახაობას სტადიონზე და არის მაგალითი ბევრი ახალი თაობი. გამოწყობილია, გამარჯობა. კარგად თავად? Looking great. Corner-ი. Corner-ი. ესეთი ქართველებისთვის ისტორიული დღეა პირველად ესეთი ნაბიჯზე. გახსოვს შენ რომ ოქროს ბურთზე ვიყავით, შენ რომ თქვი იმედიაო, მალეო იქნებიან ბევრი ქართველებიო ესეთი სცენაზეო და ახტა რასაც ეს არის უკვე ერთმანეთს უპირისპირდებიან ხდება ხოლმე და მინდა ორივე ქართველს წარმატებები უსურვო. აი რას ვიქაი ქართველები როგორ ხარ ვახწერო შენ ერთი სიტყვით წინადად ჩვენი წინადად ვახწერო აი ხა ერთი ქართველის გული როგორია ამ თამაშის წინ. შენ ხარ გიორგი მორდაშვილის წარმომადგენელი ესე რომ ვთქვათ, თუმცა ასევე ხარ ქართველი. ყველას გულებში ახლა დრო გაჩერდა, მე მგონი აღარ გადის დრო. ერთი სული გვაქვს დაიწყოს ეს თამაში და მივეჩვიოთ ესეთ რეალობებსაც. შემთხვევაც ეს პირველი არის და ამიტომ ვერ გაგცემ პასუხს და როგორ შემიძლია რომ გითხრა. ამიტომ კიდევ ერთხელ საქართველოს წარმომადგენლებს უსურვებ წარმატებას და დაეძლიერმა გაიმარჯვოს თავისესხები ერთ-ერთი ფეხბურთელის სიტყვებს. Liverpool მოვიდა, Liverpool.
ლივერპულის სხვა შესასვლელიდან შედის აქტუალური ელოდებიან პარი სენ-ჟერმენს. ალბათ მოუწოდეთ ძალიან გარდახვევას. მოვიდა PSG-ს ავტობუსი. არ მჯერა, ანუ აი ამ ხელის დაბანას არ ვაპირებ. ჩემი ბავშვობის სიყვარულმა, ჩემ აი საფეხბურთო კუმირმა ხედავს რა, აი რა ახლოს ჩამიარა და ისე მომესწამა გეყოლება, კაი ძმა კაცი ვიყო. სტივენ ჯერარდი აი ულეგენდეს და მისტერ ლივერპული. მალე გუნდებიც გამოვლენ გასახურებლად და თამაში დაწყევენ დარჩენილია 9 საათზე ოდნავ მეტი.
38 წუთზე კვარა მარჯვენა ფლანგიდან აპირებდა მამარდასთვის გოლის გატანას. არც დიდი მანძილით ასაბურთი კარ, საკმაოდ სახიფათო დარტყმა იყო. PSG დომინირებს, PSG კარგ უპირატესობას ფლობს ჯერჯერობით. PSG-ს მეკარე უსაქმოდ არის. 38 წუთი პირველი ტაიმის დასრულებამდე არ შეელია 7-8 წუთი. 42 წუთი მამარდა კვლავ დამაჯერებელია. დემბელეს დარტყმას ხელებში აქვავებს. კარგია. მეგობრებო, პირველი ტაიმი დასრულებულია 1-0 PSG-ს სასარგებლოდ. რა შეგვიძლია თქვა პირველ ნახევარზე? PSG დომინანტია, ფლობს უპირატესობას. მამარდა 3 კარგი სერვი ქონდა, კარგი თამაში აქვს გოლს რაც შეეხება. რიკოშეტი იყო ეს, რო ვთქვათ, მოხდა რა. ძალიან რთული ბურთი იყო ასაღება და 3 კარგი სერვი აქვს. ერთი განსხვავებით კვარას რო აუღო. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენი არხის წარმომადგენელია კომპანია აჭარაბეთი. მადლობას ვუხდით მათ ჩვენი გვერდში დგომისთვის. ეხლა კი წავიდეთ და ნახოთ რა გველოდება მეორე ტაიმში. ბიჭები გადმოინაცვლოვენ იმ მხარეს, სადაც ჩვენ ვდგავართ. იქიდან გამომაგდეს პირველ ტაიმში წადიო, შენი სპოტი ნახეო, სადაც არისო მონიშნულიო და ველოდებით მეორე ტაიმში ახლოდან კვარას და მამარდას. Let's go! მეორე ტაიმსაც ძალიან აქტიურად იწყებს. ძალიან მასიური შეტევები. ლივერპულის შეტევებს ველოდებით. სამოცდა მეხუთე წუთზე ხვიჩა კვარაცხელის ფენომენალური გოლი. ლივერპულის კარში საოცრება გააკეთა საჯარიმოში მოკლე მანძილზე. ხვიჩა კვარაცხელია დაფრინავს. მაპატიეთ ემოციებისთვის, თუმცა შეუძლებელი იყო ამ ემოციების გარეშე ისეთი გოლი გაიტანა. 2-0 კომფორტული უპირატესობა PSG-სთვის. ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამე თამაში ხვიჩა კვარაცხელია ხდება მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. ბრავო, შესანიშნავია. ძალიან მაგარი მიღწევა. დაფრინავს ხვიჩა. მატჩი დასრულებულია 2-0 ლივერპული დამარცხა PSG-სთან. ხვიჩა კვარაცხელია ზედიზედ მესამე მატჩში საუკეთესო ფეხბურთელი, მსოფლიო დონის დიდი მატჩების ფეხბურთელი გვყავს. ლივერპული კი ძალიან უსახურ ფეხბურთს თამაშობს ბოლო მატჩებია სანახაობრივად. ეხა
წავამყევით მიქსონაში და ნახოთ არ ვიცი გამოვლენ თუ არა მამარდა და კვარა თუ გამოვლენ რა თქმა უნდა შემოგთავაზებთ კომენტარებს. ძალიან ბედნიერი ვარ რომ ესე თამაში მოვხდი რა. რაც თავარია ორივეს მე მგონი კარგი თამაში ჰქონდა მიუხედავად წაგებისა მამარდამაც ძალიან ისეთი ერთი ბურთი აიღო მეორე აიღო რაღაც მომენტები იყო კარგად იდგა შეიძლება ითქვას მიუხედავად წაგებული თამაშისა და ყვარა ხო საერთოდ რა გოლის გარდაც საოცარი თამაში ჰქონდა. ტატო გახსოვთ ლივერპული რეალის ლოგიდან ლივერპულოლოგი და ზუსტად კიდევ საინტერესო რაღაცებს ჩავატარებთ ლივერპულში აქ ნიქ მივივართ როგორც ისე ხა ტატოს გითხოთ ჯერ მამარდას პერსონაჟზე და რა მოგეშველება სოთის ხელში არნეს სლოტის ხელში არაფერი არ გეშველება მამარდა მაგრად იდგა აი ხუთი მცველი ესეთ სამარცხვინო რაღაც აი რა ხუთი მცველი და ვანდა იქ მე ნახევარდაცვაში ამოვიდა ეგეც სიგიჟე მე არ მინახავს და ბოლოს ალბათ ნიონი იმიტომ შემოიყვანა რომ სალაჰი სამაგალითოდ დასაჯა რა ან სხვა უბრალოდ ახსნას ისაკი რატო გამოიყვანა 3-4 თვია ტიპს არ უთამაშია არ ვიცი არას გოლი უკომენტაროთ ძალიან მაგარი გოლი იყო რა სტადიონიდან ნანახი კიდე ალბათ უფრო სხვა იყო როგორ გინდა და კვარას გოლის ნახვა ძალიან მინდოდა რას ფიქრობ ლივერპულში ხო მივდივართ და ხაბი ალონსო ეგ კი მაგრამ ანგარის რას ფიქრობთ ხო კამბექი არ თამაშობ კაიფი ბარსას ანგარიშის მე არაფერი არ გამიკვირდება 3-0-ლან 4-0 რომ მოხდა მაგრამ ამ ლივერპულს ამდენად შეუძლია ეგ არ ვიცი მაგრამ ენფილდი ხო იცი ერთ გოლს უდრის ამიტომ ჩათვალე მე არ წინასწარ არაფერს 1-0-ს ვაგებთ ჩათვალე ერთი ბურთი გვაქვს გასატანი ერთ ენფილდი გაიტანს პირობას გაძლევთ ანუ 2-1 იწყებ 2-1 ვიწყოთ პირობას გაძლევთ მაგარი თამაში იქნება ძალიან მაგარი თამაში დაძაბული და საინტერესო ნახავთ იქიდან კიდე ჩავწეროთ საინტერესო გოლი კიდე ერთხელ ამარდასაც და დიმა მოდი ხარ ხო ვაპირებ. ესეც ასე მეგობრებო, ჩვენი ვლოგი პარიზიდან დასრულებულია, ჩემპიონის მეოთხედფინალი. PSG ლივერპული, PSG მოიგო 2-0, იმედია ის სიამოვნეთ ამ ვლოგით. სიმართლე გითხრათ, რა თქმა უნდა, მინდო უკეთესი ვლოგი გამოსულიყო, თუმცა არ ქონდა საშუალება თამაშა და კვარას და მამარდას გავსაუბრებოდით მიქსონაში, თუმცა იმედია შემდეგ თამაში იქნება, როგორც იცით, აქ ლივერპულში ვიდივართ, იქიდანაც ვლოგი გვექნება. ვთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი აუცილებლად ეს ვიდეო მოიწონოთ და დაგვიტოვოთ კომენტარები როგორ შეაფასებდით თამაშს, კვარას ფენომენალურ თამაშს ასწოდით, მამარდას თამაშს როგორ შეაფასებდით. მე კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ჰაინეკენს, რომელიც ევროტურების ვლოგებში ჩვენი წარმდგენია. ყოველთვის ფანებს მეტი მეგობრები ყავთ, უყურეთ და უგულშემატკივრეთ ფეხბურთს ჰაინეკენთან ერთად. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე აბა დროებით ლივერპულიდან დაგიბრუნდებით.